მოგზაურობა რომ ყველას გვიყვარს, ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელიც დაგვეთანხმება. საქართველო კი ნამდვილად გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, კულტურული და ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნებით და რა თქმა უნდა საუკეთესოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურითაც. ახლა სწორედ ზემო რაჭაში ვართ და მინდა ამ კუთხის შესახებ მოგიყვეთ. ადგილი, რომელზეც დღეს გიამბობთ, მისტიკური სილამაზისა და დიდი ისტორიის პატრონია. მის შესახებ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რადგან აქ მოსვლა აქამდე შეუძლებელი იყო. შოდა კედელას ქედი, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტბა კი, რომელიც მოლივლივე სარკესავით წყლითაა დაფარული, კავკასიონის ქედის კალთებზეა გაშლილი. ივანე, ზღვის დონიდან ვართ, ძალიან მაღლა. რამდენზე ვართ? 2466 მეტრზე. ორი სოფელია საკაო და მაჟიეთი და ეს მთა იყო შუაზე გაყოფილი და გახაზეს მთა და ამიტომ დაერქვა სახაზოს მთა. ასეთი ისტორიაც არის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ასეთი სილამაზეები რომ ვნახოთ, ამისთვის საჭირო არის რომ იყოს გზა, ხო, გაკეთებული, იმიტომ რომ შენ მეუბნოდი სულ რაღაც 4 წელიაო, რაც ხო. 4-5 წელია რაც გაკეთდა და ადრე იყო სახარმახილო გზა. წერს ძალიან ბევრი მანქანა მოდის. შარშანდედან შედარებით რა, გაიგეს, გახმაურდა, რომ ეს სილამაზეა და წერს დღეში 1-20 მანქანა მაინც მოდის. ამ ტბაში არ იყო თევზი რა და მე ჩვენ საკაოს ბიჭებმა მოსახლეობამ მოვილაპარაკეთ და ამოვიყვანეთ და გავუშვით. შენ ხარ ადამიანი, რომელიც დაბრუნდა რაჭაში, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ხო? მოგვიყევი შენ შესახებ. დავიბადე ონის რაიონში, აქ დავამთავრე სკოლა, მე მომიწია ქალაქში დასვლა სასწავლებლად, სამუშაოდ და უბრალოდ ისე ვიყავი აქაობას მიჩვეული და ისე მიყვარს აქაობა, რომ ვერ გავწერი. ივანე, რას ნიშნავს რაჭა თქვენთვის? ჩემთვის ბედნიერება აქ ყოფნა და სიცოცხლეც. ბედნიერი ვარ, როცა მე აქ. იმიტომ რომ რაღაც მიზიდულობის ძალა აქ. სიმშვიდე, სიწყნარე, ყველაფერია, სილამაზე, ხალხიც თბილი და ყველაფერი ისეთია, რომ აქ უნდა იყოს ადამიანი. ძალიან ბევრი სანახაობაა ზემო რაჭაში. მარტო ეს შოდა კედელი არ არის გონა, ღები, ჭიორა, გლოლა და ძალიან ბევრი ულამაზესი ადგილებია, მჟავე წყლები, მინერალური წყლები, 32 სახეობის მინერალური წყალი გვაქვს. კიდევ ერთი ადგილი, რომლის შესახებაც გიამბობთ, ცხმორის ჩანჩქერია. ის რაჭის მთებში პატარა სასწაულივით ჩდება. ფოთლებში ჩამალული, კლდეებიდან თეთრი მარგალიტებივით ცვივა წყლის წვეთები და გარემოს ნამდვილ სიმშვიდეს წენს. ამ ადგილის შესახებ გადმოცემით საკმაოდ ბევრი მსმენია, თუმცა ასეთ სილამაზეს გულწრფელად ვიტყვი, რომ არ ველოდი. ახლა ვართ სოფელ ცხმორში, ეს არის ცხმორის ჩანჩქერი და სანამ წამოვიდოდი, ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ მის ბავშვობაში ძალიან ცნობილი იყო ეს ადგილი, ოღონდ მხოლოდ ადგილობრივებმა თუ იცოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადგილას ამოსვლა აქამდე იყო შეუძლებელი, რადგან საფეხმავლო ბილიკიც არ იყო გაკეთებული და საბედნიეროდ ეს ყველაფერი უკვე მოწესრიგდა. საფეხმავლო ბილიკიც გაკეთდა და ახლა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უნდა რომ ამოვიდეს და ამ ულამაზესი ბუნებით დატკბეს, ყველას აქვს შესაძლებლობა აქ მოსვლის. რაჭა ტურისტული კუთხით განსაკუთრებულია. ჩვენ აგვთავაზობთ ვიზიტორებს როგორც სტანდარტულ ტურს, ასევე არასტანდარტულს, დაუშვათ ლაშქრობის კუთხით იქნება ეს ჯომარდობა, თუ კანიონინგი თუნდაც. შესაბამისად, ახალ-ახალი მარშრუტების გაჭრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო მეტად გაკეთდება ასეთი სამარშრუტო ბილიკები, ადამიანები უფრო მეტად გაიგებენ ამ კუთხის შესახებაც და რაღაცნაირად მოხდება ზემო რაჭის პოპულარიზაციაც. პრაქტიკაც ამას გვეუბნება, რომ ვიზიტორი როცა ჩამოვა, ნახავს ერთ სანახაობას, მას კუთხეც უყვარდება, მაგრამ უკვე მეორედ ჩამოსასვლელად სჭირდება ახალი სანახაობა. სოფლის ვიწრო ბილიკებზე სეირნობისას გზად უსაყვარლეს მოხუც წყვილს შევხვდი, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ რაჭა ნამდვილად ჩემი სიყვარულია. თქვენ რაჭაში შეგიყვარდათ ერთმანეთი? კი. ერთად სწავლობდით
ეს გორდეზიანია და მე ბრიელზე და მეზობლები ვართ და ერთი სკოლა ჰქონდა. სკოლაში შეგიყვარდათ ერთმანეთი? არა, ისე. როგორ ჯერ ბაბუს შეუყვარდით თუ ჯერ თქვენ შეგიყვარდათ? ალბათ ორივეს. ერთდროულად. სიყვარულში პირველი რომელი გამოუტყდა? ალბათ მე. დებო, თქვენ როდის გამოუტყდით? თუ არა? თუ ეხლაც არ აბარათუ უწყდებით? და ახლა ალბათ მიყვარდა და იმიტომ გამოვყევე მეცა და ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაჭა არის სიყვარულის კუთხე, ხო? სიყვარულის კუთხე ყველა სახით და ყველა მდგომარეობით და ყველა ამბით. აქაურობა რას ნიშნავს თქვენთვის? რა მნიშვნელობა აქვს რაჭას? დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ბაბა გადმოცემით ეს რაჭა და რაჭველი ხალხი იყო განთქმული და გვიყვარს ჩვენც და ყველა ვინც გაიგებს რაჭის ამბავს ყველას უხარია და ყველა გახარებულია. რითი იყო განთქმული? ადამიანობით, სიკეთით, სიყვარულით და მეგობრობით და მეზობლობით. ყველაფრით რა. თუ რაჭაში ცხენებით გასეინებას გადაწყვეტ, მთებისა და ტყეების ფონზე ნამდვილი სილამაზე დაგხვდებათ. ახალგაზრდები კი, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ამ კუთხის სიყვარულის შესახებ გულღიად მოგიყვებიან. როგორია ახალგაზრდებისთვის რაჭაში ცხოვრება? პირველ რიგში ჩემთვის რაჭა ასოცირდება ბუნებასთან, სიყვარულთან. გაბუა ჩემა ბებია ჩემა მასწავლეს ესეთი სიყვარული. რაჭაში ცხოვრება არის უნიკალური. თავის ჰაერით, თავის ბუნებით, თავის ყველაფრით უნიკალური არის. მრავალძალის ტაძარი რაჭის ერთ-ერთი მთავარი სულიერი და ისტორიული სიმდიდრეა. მე-11 საუკუნეში აგებული სიწმინდე დღემდე ინახავს ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალურობას. მრავალძალი არის საოცრად ძლიერი სალოცავი და ამაზე ისტორიული წყაროებიც არსებობს. თუ საქართველოს ასაუხრებლად შემოსულმა მტერმა როგორ დატოვა აქ ხმალი და თვითონ ჯარი უკან გააბრუნა. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში აი წინაპრებისგან რომ აი ფეხშველა ამოდიოდნენ შოურეული სოფლებიდან ხალხი და აი შესაწირით მოდიოდნენ და თუ ვინმეს რამის თხოვნა უნდა და რამის შესრულება უფლისგან აქ მოდიოდნენ და იმედი იყო ყველასთვის მრავალძალი. ეხლა არის ესეთი მოპირკეთებული გზა, თორე ადრე აქ გზაც არ იყო. და ნამდვილად ფეხშიშველი აქ ამოსვლა, არ ვიცი, საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. არანაკლები იყო ალბათ ვიდრე სინასთან.